მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით AI Pulse Georgia-ს მომდევნო ეპიზოდით, მეხუთე ეპიზოდია უკვე და ჩემი სტუმარი და წარმოგიდგენოთ ალექსი გიჯაშვილი, Agile School-ის დამფუძნებელი, ძალიან ვრცელი გამოცდილებით პროექტის მენეჯმენტში და ძალიან გვჭირდებოდა ეს ეპიზოდი, იმიტომ რომ განვავითარებთ, მიხვდებით რა საკითხებსაც შევეხებით. AI ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი პროექტების მენეჯმენტში. პირველ რიგში როგორ ხარ ალექს, ეს მითხარი? როგორი კვირა გქონდა? ვიცი რომ გადატვირთული ხარ შენც? ხო, საგიშეთი მართლა, მაგრამ ისე რა ქვია, ეს ინიციატივა ამას არ გავამაზავდი ნამდვილად, იმიტომ რომ ადრეც როცა ვისაუბრეთ, მაშინაც გითხარი, რომ ძალიან კარგია, თან მით უმეტეს არატეკ აუდიტორიისთვის, ანუ იმ ხალხისთვის, ვისაც აინტერესებს, მაგრამ დიდად ესე არც უნდა რომ ძალიან ჩავიდეს. ესე ტიპის შეხვედრები და ესე ტიპის ინფორმაციის გაზიარება ძალიან ღირებულია. ხო, აი ჩვენც მაგიტომ ვიცადეთ ძალიან, რომ ვცდილობთ რაღაცნაირად, რომ აი ჩვენი ფოკუსი რაღაცნაირად რაღაცა კონკრეტულ სეგმენტს მოვარგოთ და თან არც ძალიან ღრმად არ ჩავიდეთ. თან ზედაპირულიც არ გვინდა და გვინდა რომ იყოს ძალიან პროდუქტიული და ძალიან ასე ვთქვათ შედეგიანი და მოკლედ აი ვცდილობთ რომ საუკეთესო ბალანსი ვიპოვოთ და ხო, იმიტომ რომ აი ეს რა ქვია ტექნიკურ ნაწილზე საუბრის სივრცე საკმაოდ გაჯერებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მადლობა ღმერთს არის ეგ საშუალება, რომ და ძალიან კარგი პოდკასტები. კი და ბევრი ადამიანი ცოდნას აზიარებს, უკვე რა ძალიან გვჭირდება და ეს სივრცე ძალიან კაია, ამიტომ აი ძალიან მიხარია რომ ახლა აქ ვარ და ხო, ანუ იცი რა არის ალექს, მე საერთოდ აი წინა ეპიზოდებშიც ბევრჯერ თქვი, მე იდეაში მინდა მიმართულებებად ჩაშლა და ამასაც ვაკეთებ და მათ შორის მინდა რომ ტექნიკურ მიმართულებასაც შევეხო, ოღონდ მინდა რომ შევეხო ძალიან ფრთხილად მაგასაც და ისეთი ადამიანების გავლით შევეხო, რომლებიც აი მართლა საფუძვლიანად ახსნიან და აი რაღაცა სხვანაირად ახსნიან ყველასთვის გასაგებ ენაზე და არა ტექნიკურ ჟარგონებზე, თორე იდეაში ჩვენ გვინდა რომ ყველა მიმართულებას მოვეგდოთ აბსოლუტურად და ამიტომაც აი შენი გამოტოვება არანაირად არ მინდოდა, იმიტომ რომ მინდოდა აუცილებლად რომ აი ეს პროექტის მენეჯმენტში სამუშაო პროცესში ზოგადად და სამუშაო პროცესში კი, მაგრამ აი პროექტის მენეჯმენტი რა თქმა უნდა ყველაზე თანამედროვე და ყველაზე ისეთი ხელშესახებია ხა ვიღაცა მე მგონი კიდევაც იძახიან რომ Agile-ის მოძველდა და რაღაცა გადის ასე ვთქვათ ტრენდიდან და ასე შემდეგ, მაგრამ მე მგონი ამ საკითხში ყველაზე უკეთ შენ გაგვარკვევდი საქართველოში, იმიტომ რომ აღარ მოუყევი ხა შენი რეგალიები და შენი რეზიუმე და რომ გადავხედე LinkedIn-ზე ძალიან დიდი გამოცდილებები გაქვს, ძალიან ბევრ ორგანიზაციაში გაქვს ნამუშევარი ამ მიმართულებით და აი რო დავიწყოთ და რა გაგვიზიარო შენი გამოცდილება, მეც ჩემი მხრიდან გავაზიარებ ამ კუთხით გამოცდილებას და შევეხოთ, განვიხილოთ AI პროექტის მენეჯმენტში, სამუშაო პროცესში და ასე შემდეგ. კი ბატონო, მაშინ ალბათ უნდა დავიწყოთ იმით, რომ საერთოდ პროექტი რა არის. იმიტომ რომ როდესაც პროექტ მენეჯმენტზე ვლაპარაკობთ, ხოლმე კარგიც არის და ცუდიც არის ეგ იდეაში, მაგრამ ყოველთვის რაღაც ან ძალიან ტექნოლოგიური რაღაც განიხილება პროექტების მენეჯმენტში, ან უშუალოდ პროექტის მენეჯერი როგორ იყენებს ამ ყველაფერს, მაგრამ კონტექსტს ყოველთვის აკლია ხოლმე, რატო აკეთებენ კომპანიები საერთოდ პროექტებს. ანუ ეს ხო იმაზე არ არის, რომ მოდი გვცალია და მოდი პროექტები გავაკეთოთ და რაღაც გავიღვიძეთ და მოდი რამე ახალი გავაკეთოთ. არა. ყოველთვის არის რაღაცა იდეა, რასაც პასუხობს ეს პროექტი. ამ კონტექსტის შემოყვანა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე გავიგოთ იდეაში იგივე ხელოვნური ინტელექტი სად ამარტივებს ამ ყველაფერს, რაში გვეხმარება, ხო? ამიტომ პირველი საიდანაც უნდა დავიწყოთ საერთოდ ფიქრი არის, რომ ბიზნესს საერთოდ რა უნდა? ბიზნესის უკან კომპანიებს მენეჯმენტს გულისხმობთ ხოლმე, ხო? არსებობს რამდენიმე კატეგორია, რატომაც ინიცირდება საერთოდ პროექტი. 4 ძირითადი, ეს არის რეგულაციები, ანუ თუ იმ ბიზნესში ვართ, სადაც მყავს მარეგულირებელია, შეიძლება იყოს ბანკი, კვების წარმოება, სამედიცინო ინდუსტრია და ასე შემდეგ, ერთი არის რეგულაციური კატეგორიები. მეორე არის ტექნოლოგიური გაუმჯობესება თუ მინდა, რაღაცა კონკრეტული კონკურენტული უპირატესობის მოპოვების მიზნით. მესამე კატეგორია არის დამკვეთების მოთხოვნები, სტეიქჰოლდერების მოთხოვნები და მეოთხე არის ბაზარზე კონკურენტული უპირატესობა. კონკურენტმა რაღაცა კარგი პროდუქტი გამოუშვა და ჩვენც უნდა ვუპასუხოთ. როგორც არ უნდა ვატრიალოთ პროექტების მენეჯმენტი, როგორც ესეთი, აი ამ 4 კატეგორიას ეხება. მაგრამ მე მგონი ტექნოლოგია მაინც ნომერ პირველია. ცალსახად, ხო, იმიტომ რომ ბაზარზე და ესე ძალიან მნიშვნელოვანი კარგი რაღაც მას ქენი ხარ, რომ ადრე ცოტა ძველი ყაიდის მიდგომა არის, ალბათ ეს 2000-იან წლების მიდგომა, რომ ტექნოლოგია და IT და ბიზნესი
IT-შნიკები და ბიზნეს ხალხი სხვადასხვა რაღაც არის. ეხლა ძალიან თანამედროვე კომპანიებში მით უმეტეს ძალიან იშვიათად ნახავ ადამიანს, ვინც საბაზისო ტექნოლოგიებში მინიმუმ არ ერკვევა. ხო, ანუ, რა ვიცი, ხა მაგალითად იგივე AI-ზე რამდენს ვლაპარაკობთ, მაგრამ პრომპტი პრინციპში ყველამ ფაქტობრივად იცის რა არის, ხო? ანუ, რაღაცა როგორ ველაპარაკოთ? ბოლოთებში ამიტომ ეს ტრანსფორმაცია, ანუ ბიზნესი და ტექნოლოგია ცალ-ცალკე აღარ განიხილება. ამიტომ როცა კომპანია საუბრობს, მოდი კონკურენტული უპირატესობა მოვიპოვოთ, ტექნოლოგია ყოველთვის ნომერ პირველი ინსტრუმენტია ამისთვის. და ვისაც უფრო მძლავრი ტექნოლოგია აქვს და ვინც უფრო მოქნილი არის ამ კონტექსტში, ბაზარზე ის იმარჯვებს დღეს. ეგ ამბავია და ახლა ამ ყველაფერს რო ემატება ხელოვნური ინტელექტის კომპონენტი, ეგ კიდევ უფრო გვაჩქარებს, ხო? ამიტომ დღეს რაზეც ალბათ ვისაუბროთ არის ის, რომ მათ შორის იმ ხალხს, ვინც აინიცირებს ამ პროექტებს, ვის ძირები მოდის ბიზნესი, ხო, ანუ არა ტექ ხალხი მაინც და მაინც, არამედ ბიზნესი ეგენი როგორ გამოიყენებენ ხოლმე და იმაზეც ვისაუბროთ ალბათ, რატო არის ხოლმე, რომ ესეთი დისტანცირდებიან ტექთან, ну, ეს ტექნოლოგიური საკითხია, მე ბიზნესი ვარ და ჩემი საქმე არ არის. და ეგ მანდ როგორ შემოდის და მანდ როგორ გვეხმარება, მაგაზეც ალბათ ვილაპარაკოთ ცოტა. მაშინ ესე გავყვეთ პრინციპს, მოდი ჯერ დავიწყოთ საერთოდ რა ბუღალტერიასთან არის პროექტის მენეჯმენტი დაკავშირებული, როგორც ესეთი, იმიტომ რომ პროექტის მენეჯერს მოდი ამ როლს ესე არ ჩავშლი, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა კატეგორია აქვს, მაგრამ თვისება ეგ არის, რომ რაღაც საქმე გაკეთდეს კარგად და თავის დროზე, თავის ბიუჯეტში. პროექტების მენეჯერებს გვიწევს ხოლმე ძალიან ბევრი დოკუმენტის კეთება. მაგალითად, პროექტის შინაარსი, რა არის გასაკეთებელი, პროექტის გეგმის გაკეთება, ჩვენს დამკვეთებთან კომუნიკაციის და რაღაცა შავი სამუშაო, ხო, ხო, ან ბევრი ხელით დასაწერი დოკუმენტებია, ხო, და ეს ამ დოკუმენტების ხარისხი და კარგობა განისაზღვრება იმით, რამდენად პასუხობს ეს დოკუმენტი იმ მოთხოვნებს, რაც გქონდა. ხო, ამიტომ ყოველთვის დადიხ პროექტის რისკები მაგალითად რო არ გამომჩეს, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტის კომპონენტი ძალიან კარგად შემოდის პროექტის რისკების მართვისას. სანამ გავაგრძელებ ალბათ კონტექსტი კიდევ ერთხელ ხაზი რო გავუსვათ, ჩვენ პროექტის მენეჯმენტის ინდუსტრიის ხალხი არ ვართ ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი ადამიანები. ანუ ჩვენც როგორც იგივე ჩვენი მსმენელების ალბათ გარკვეული და დიდი ნაწილი არის გამომყენებელი, ისე როგორც ჩვენ. ამიტომ მე ხარ რო ვისაუბრებ პირობითად ხელოვნურ ინტელექტზე, მე ვეცდები რომ კონკრეტულ ინსტრუმენტებზე ვილაპარაკო, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ არ ვქმნით ამ ყველაფერს, ჩვენ ამას ვიყენებთ, რადგან ჩვენ ვიყენებთ კარგად, შესაბამისად ნებისმიერ სხვა ინდუსტრიასაც შეიძლება კარგად გამოადგეს, გულისხმობ იმას, რომ ძალიან გიმარტივებთ უბრალოდ საქმეს. ერთია რომ საქმეს გვიმარტივებს და მეორე უკან რო დაუბრუნდე ისევ იმ ბუღალტერიაზე, ესე ვიტყვი, იმედია კოლეგები არ მიწყენენ. პროექტის რისკები მაგალითად, პროექტის რისკების იდენტიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი რისკი გამემაზება დასაწყისში, მით უფრო ეს რისკები რომ მოხდება, მართვა აღარ მეცოდინება. და სადაც შემოდის მაგალითად და ჩვენ უმეტესწილად მოდი ახლა ვისაუბროთ ალბათ გენერაციული AI-ის მოდელებზე, როგორც არის კარგად ნაცნობი ChatGPT, ან Gemini, ან Claude, ან რა ვიცი ნებისმიერი სხვა. მოდი ვთქვათ, ყველასთვის კარგად ნაცნობი ChatGPT-ზე გავაკეთოთ ფოკუსი, არ წავიდეთ ბევრგან. ეგ ნაწილი მაგალითად ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ პროექტის კონტექსტი რომ ვიცით, ძირითადი მოთხოვნები რომ ვიცით, კარგი პრომპტინგის, კარგად საუბრის შემთხვევაში ძალიან კარგად იგივე ვწერთ პროექტის რისკებს. მაგალითისთვის ვთქვათ, რომ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ძალიან ხშირად ველოდებით ცვლილებებს. ზოგადად როგორ მენეჯდება ეგ ამბავი. რა ხდება თუ მაგალითად მესამე მხარესთან ძალიან მაღალი დამოკიდებულებები გვაქვს. გულისხმობ იმას, რომ მაგალითისთვის არ ვიცი, ბანკი ვართ და ვიღაც მესამე მხარე გვყავს, ვინც რაღაცა არასტაბილური პარტნიორია, მოდი ესე დავარქვათ. როგორ ვიმუშავებით ამ ყველაფერს. აქამდე მაგალითად ეს ყველაფერი დადიოდა პროექტის მენეჯერის კომპეტენციაზე. რაც უფრო სინიორია ეს ადამიანი, მით უფრო მეტად მეტი გამოცდილება იყო, ძირითადად გამსაზღვრელი და გამოცდილება, დაკვირვებულობა, რაღაც ასეთი კრიტიკული აზროვნება და ესე შემდეგ. ეს ახლა ასად არ გამქრალა ბუნებრივია, მაგრამ ეს იმას მაგალითად დამწყე პროექტის მენეჯერებს აძლევთ იმის საშუალებას, რომ არც თუ ისე ნაკლებად ხარისხიანად გააკეთოს ეს ყველაფერი. და არა მარტო პროექტის მენეჯერებს რა, მე რომ ბიზნესი ვარ და მინდა რაღაცა იდეა განვახორციელო პროექტის სახით, მეც როგორც დამკვეთს დასაწყისშივე შემიძლია პროექტის რისკები აქედანვე დავაიდენტიფიცირო, ხო? იმიტომ რომ რასაც სხვა გააკეთებს, მე შემიძლია უკვე. გულისხმობ რას, რომ მაგალითად კონკურენტული ბაზარია. ვიცი ჩემი კონკურენტები რა შვებიან. აი ამ data-ს დამუშავებით ჩვენ შეგვიძლია პრინციპში
საბაზისო რისკები პროექტის დასაწყისშივე გავაკეთოთ. მოკლედ, ვრცელი ინფორმაციაზე გვაქვს წვდომა ძალიან მარტივად, ძალიან მოკლე ხანში, რაც გვეხმარება პროექტის უკეთ ჩამოყალიბებაში და უკეთ გაანალიზებაში და რისკების უკეთ გათვლაში. აი ეხლა რა სიამოვნებით გისმენ, რასაც საუბრობ. აი მეც აღმოჩნდი წინა თვეებში რაღაც ასეთ კონტექსტში, თავშივე ვიტყვი, მე ვიცი, შეეხები შენც ამ საკითხებს, მაგრამ თავშივე ვიტყვი, გაგიზიარებ ჩემს გამოცდილებასაც. რაღაცა ისეთ კონტექსტში აღმოჩნდი, რომ რაღაცნაირად არც გამოცდილება არსებობდა იმ კონტექსტში პროექტის კეთების, ასე ვთქვათ, თან საჭიროება იყო ცალსახად და თან არ არსებობდა რესურსები, ოღონდ აი სასაცილომდე დასული სიტუაცია იყო იმ კუთხით, რომ რაღაცა მიზერული რესურსებიც კი არ არსებობდა, უბრალოდ არსებობდა, მაგრამ ბევრი სხვა ფაქტორი იყო, რატომაც ვერ ნაწილდებოდა, რომ რაღაცა სიტყვაზე ან ვინმე PM-ი მოსულიყო, ან რაღაცა ელემენტარული პროგრამა დაინსტალირებული იყო, ან რაღაცა ისეთი საკითხები და აი ამ კონტექსტში ხაღარ გავშლი და ბევრ დეტალს ამაზე არ მოვყვები, მაგრამ ამ კონტექსტში პირადად ჩემი გამოცდილებით ხელოვნურმა ინტელექტმა აი ვერ გეტყვით განუზომელად დიდი როლი ითამაშა, იმიტომ რომ აი ყველაფერი, აი ყველასთვის ირგვლივ იმათთვისაც ვინც კი დიდად მოტივირებული არ იყო, რომ სიტყვაზე ეს პროექტი ეშენებინა, ასე ვთქვათ. ეხლა რაღაცა სენიორ PM-ი რომ მოვიყვანოთ, შეიძლება იმ პროექტში გაეკრიტიკებინათ რაღაცა, რომ ხო ხდები, რომ ეს არ იყო რაღაცა უმაღლესი ხარისხის და რაღაცა ისეთი სერიოზული, მაგრამ ჯამურად საფუძველი იმ კონტექსტის გათვალისწინებით იყო ძალიან კარგად ჩაყრელი, კარგი ფუნდამენტი ძალიან, მაგრამ აი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო აბსოლუტურად ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და ხელოვნური ინტელექტის დამსახურებით, იმიტომ რომ ყველა ფაზა აბსოლუტურად, ყველა ასე ვთქვათ, მოვიაზროთ ყველა განზომილება, რაც კი აქვს პროექტს, იყო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შედგენილი არაკომპეტენტურ გარემოში, სადაც არ არსებობდა, ასე ვთქვათ, შესაბამისი არც რესურსები და არც კომპეტენცია და ამიტომ რასაც ლაპარაკობ, მე ორი ხელით მთლიანად გეთანხმები. ზუსტად მაგიტო, ეხლა პირობითად მოდი რომ აი შენი კონკრეტული პრაქტიკული кейსი რასაც ყვები, ეგრო გადმოვთარგმნოთ кейსად, რომ აი მაგალითად პატარა კომპანია ვართ, პატარა სტარტაპი, ხო აი და გვინდა გავაკეთოთ კომპლექსური პროექტის გეგმა, ან სანამ კონკრეტულ ხალხს დავიქირავებთ ჩვენი სტარტაპისთვის, გვინდა რომ გავზომოთ დაახლოებით რა მასშტაბზე შეიძლება ვილაპარაკოთ, ხო? რა რესურსები არის საჭირო. ანუ ჩვენ შეგვიძლია რაღაცა წარმოსახვითი სცენარები გავაკეთოთ, თუნდაც ჩვენ როგორც დამკვეთებმა, ჩვენ როგორც ბიზნესმა, მოდი ესე დავარქვათ, ხო? საუკეთესო პრაქტიკებს დავეყნოთ მაგალითად და ვთქვათ, რომ აი ესეთის კომპლექსურობის ამოცანა ზოგადად გაკეთებადი არის, რაღაც არ ვიცი, 5 დეველოპერის მიერ, რაღაც 1 დიზაინერის და 3 ტესტერის მიერ, რაღაც 6 თვეში. ანუ ეს არ არის ზუსტი. და ხელოვნური ინტელექტი ამ შემთხვევაში არ არის ახლა იმაზე, რომ ნამდვილად ეს არის, მაგრამ პროგნოზი ზოგადი წარმოდგენა, პროგნოზირებადი ესე დავარქვათ, ხო? ანუ პროგნოზირებადი ხდები. ამიტომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და ისევ ინსტრუმენტებს რო დავუბრუნდეთ, ამას ნებისმიერ, უფასო ვერსიაში ზებუნებრივია, მაგრამ ფასიან ვერსიებში გააკეთებ. იგივე იმ რაღაცა ყველაზე სამი ცნობილი გენერაციული AI-ის ინსტრუმენტებიდან, ხო? ChatGPT, Claude და Gemini-ის ნაწილი. Grok-ი. Grok-იც კი რა თქმა უნდა. ხო, ეს რაც შეეხებოდა იმას, რომ ეს ნაწილი როგორც პროფესიონალი ან და დამწყები პროექტის მენეჯერებისთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე ბიზნეს ადამიანებისთვის. ჩვენ ახლა შეიძლება გვისმენდეს ახლა ნებისმიერი HR-ი მაგალითად. ხო, რომელსაც უნდა თავისი რაღაცა HR-ული კონკრეტული პროექტი გააკეთოს ან კომპანიაში დანერგოს რაღაცა HR სისტემა. და ბაზარზე იცის რომ არსებობს რამდენიმე კომპანია, არ ვიცი, კომპანია A, B, C და D. ეხლა ამ კომპანიებს რო დაუყვე სათითაოდ შეიძლება და უნდა დაუყვე რეალურ ცხოვრებაში არ უთხრათ რა უნდა დაუყვე, უნდა დაუყვე, მაგრამ ის რომ ზოგადი წარმოდგენა შევიქმნა და კონკურენტული ანალიზი გავაკეთო, თუნდაც ამ კომპანიების ოფერები, რომლებიც მაქვს, შემიძლია იგივე იმ ინსტრუმენტების საშუალებით შევადარო ერთმანეთს. აქ არ მჭირდება არც პროექტის მენეჯერი, არავინ და სხვა ნებისმიერ დროს ეს ყველაფერი ძალიან დიდ დროს წარმოიდგინე 4 განსხვავებულ ოფერს ადარებ ერთმანეთთან. დიდი დრო არის და აქ შეიძლება დავწე 10 წუთში ძალიან ესეთი სუყე, ხო, მაგ სიტყვას ვეძებდი, სუყე, ის კონდეს რა ქვია, ანალიზი ინსტრუმენტების. ამიტომ კიდევ ერთხელ ძალიან აქტიურად შეიძლება გამოიყენო მათ შორის აი ამ ინდუსტრიებში, იმიტომ რომ რო ავარჩევ რაღაც კონკრეტულ vendors, ამ vendorთან ვიწყებ მე პროექტის კეთებას, ხო? ამიტომ ეს პროექტების მენეჯმენტის განუყოფელი ნაწილია vendorებთან მუშაობის კომპონენტი.
ასე რომ აი ეგეც ძალიან ისეთია. საერთოდ გამოუცდელიც რო იყოს ადამიანი პროექტის მართვაში, ასე მგონია რომ უმარტივესად იმდენად კარგად გაარკვევს ხელოვნური ინტელექტი თავიდან რომ აი როგორ დაგეგმოს და ყველაფერი როგორ გააკეთოს, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დავღვნიშნო რომ ამას არ ექნება რაღაცა უმაღლესი ხარისხი და ისეთი რომ ანუ ვიღაცა გააკრიტიკებს აუცილებლად, მაგრამ რაღაცა ნაბიჯ კეთდება ყველაფერი და პირველი ნაბიჯი შეიძლება გადადგეს ისე რომ აი თავისუფლად მთელი ციკლი, მთელი ეჯაილი დააგეგმინოს, ყველა სპრინტი, ყველა ცერემონია და ყველა ციკლი მე არა ვარ ახლა პროექტის მენეჯმენტის ექსპერტი, მაგრამ მე რასაც დავკვირები ვარ და რაც გამომიცდია და რაც დამინახავს, ამას ნამდვილად აკეთებს იდეალურად. კი და ალბათ ლოგიკური გაგრძელებაა პრინციპში იმისი, რომ იგივე ხელოვნური ინტელექტი ჩვენთვის როგორც პროექტის მენეჯერებისთვის იქცა ძალიან კარგ მენტორად. ხო, იმიტომ რომ აქამდე პირობითად არ ვიძახი კიდევ ერთხელ გამეორდები და არ ვაწვევი იმას, რომ არ უნდა ვიკითხოთ, იმიტომ რომ პროექტების მენეჯმენტის ინდუსტრია კითხვის შესახებ არის ძალიან ბევრი ლიტერატურა არის, რომელიც აუცილებლად უნდა გაეცნო, მაგრამ დაუშვათ ძალიან სწრაფად გჭირდება რაღაც გადაწყვეტილებები, რასაც ახლა შევყვები. კონკრეტულ პრაქტიკულ кейსში ვდგავარ, სადაც რომელიც ძალიან განსხვავებულია თეორიისგან. ანუ ის რაც ნასწავლი მაქვს თეორიაში, რომ სკრამი იქნება კამბანი თუ ნებისმიერი სხვა პროექტის მართვის მიდგომა თეორიაში ესე მაქვს, დაუშვათ რომ არ მაქვს პრაქტიკული გამოცდილება ესეთ კონკრეტულ кейსში და ნუ რას შვები. ამ შემთხვევაში მე სუბიექტურად ყოველთვის ვიყენებ ხოლმე Perplexity-ს. განსხვავებით Google-ისგან ამ ინსტრუმენტში შეგიძლია რაღაც ერთი request-ით ბევრ სხვადასხვა source-ში მოიძიო შეჯერებული ინფორმაცია და ძალიან ისეთი მე რა case-იც მინდა იმ case-ს ვიღებ, ხო? ამიტომ ეს ძალიან კარგი მენტორი არის, ესე რომ ვთქვათ. ან იგივე მაგალითად ვარ დამწყები პროექტის მენეჯერი. აი მაგის кейსი განვიხილოთ ახლა რაც შენ თქვი რომ მე როგორც დამწყები, ბევრი არც არაფერი არ ვიცი დაუშვათ და მინდა აზზე მოვიდე. და ჩემი მიზანი არის რომ მაგალითად შემეძლოს ტექნიკური ტექნოლოგიური პროექტების მართვა და ვიცი რომ agile ძალიან ხშირად და ფართოდ გამოიყენება ამ მიმართულებით. იდეალური roadmap-ი შემიძლია გავაკეთო ამისთვის. და მეცაც ვიყო იგივე agile schools კონტექსტში ძალიან ბევრი ადამიანი ამ როლის გადმოტანის კონტექსტში ირჩევს ხოლმე ამ მიმართულებასაც. მაგრამ მე ხო შემიძლია თვით განვითარებასაც მივყო ესე რომ ვთქვათ ხელი. სხვა პირობითად ისევე HR-ს დაუბრუნდები. ამ კაი შესყიდვებში ვმუშაობ, არ ვიცი. და მინდა რომ როლი შევიცვალო. სულ ერთია ეს პროექტებში გადავალ თუ HR-ად გადავალ თუ ნებისმიერ სხვა ფუნქციაში გადავალ და დაუშვათ თუ ორგანიზაციაშიც არ მაქვს მაინც და მაინც ორგანიზაციული განვითარების ესეთი მიმართულება და ვარ ესეთი ჭირკედელ ადამიანი. იგივე ეს Perplexity რაც ქვია, იგივე ეს ChatGPT. ძალიან კარგად შეგვიძლია გამოვიყენოთ კარიერული განვითარების გზების გაკეთებაში. რა წიგნები უნდა წავიკითხო, რა სტატიები უნდა წავიკითხო, თავისი ლინკებით, რა ვიდეოებს უნდა უყურო და ამავე დროს როგორ გავზომო თითეული ეს achievement-ი სხვადასხვა კვიზებით. უბრალოდ რაღაც დრო უნდა გამოყო ამისთვის, დაჯდე და შენ თავზე იმუშაო. ამიტომ ის ნაწილიც რომ ვარ research-თან თან უამრავი წიგნია. უამრავი ლიტერატურა, უამრავი ბლოგი, უამრავი რაღაც ვიდეო. აი ამ ბევრ ინფორმაციაში კარგი რომელიც არის იმაშვები ხო იმიტომ ხო არის ხოლმე რომ მაგალითად ზოგს არ უყვარს რომ ეს ინდუსები რო კითხულობენ ხოლმე ხო ზოგს ეგ არ უყვარს ზოგს პირიქით სხვანაირი არ უყვარს და აი ამ ამორჩევაში უამრავი დრო ეკარგება და ეს მაგაში ძალიან გვეხმარება. ხო, ეს წინა დღეებში ნუ LinkedIn-ზეც დავწერე, TikTok-ით ჩავწერე და მე მგონი ყველა პლატფორმაზე დავწერე, ნუ notebook Google-ის მოდელს აქვს, notebook LM-ს, რაღაცა გენიალური ინოვაცია. ვაძლევთ ესე იგი მასალას, რაც არ უნდა რამდენ გვერდიანიც არ უნდა იყოს, 50 გვერდიანი, 100 გვერდიანი რავი, ნებისმიერი სახის მასალა და რამდენიმე წუთში აგენერირებს პოდკასტს, ანუ ორი ადამიანის საუბარს ქართულ ენაზე. ოღონდ რაღაცა დამახინჯებულად კი არა, ანუ გამართულად საუბრობენ. თავანკარა ქართულით როგორც იტყვიან. გამართულ ქართულად საუბრობენ ამ თემის ირგვლივ. და ეს არის აი სუპერ ეფექტური რაღაც, აი თან სპიცაც არეგულირებ რა სიჩქარესაც კიდე დააყენებ და სამსახურიდან წამოსვლის დროს ახლამდე არის იდეალური მიგნება, იმიტომ რომ ანუ ძალიან დროს იგებ, რომ აი რაღაცა თუ შემოგრჩა ან რაღაცა დამატებით გაინტერესებს ან რაღაცა მიხო და ძალიან კარგად აანალიზებ, იმიტომ ორი ადამიანი საუბრობს გარკვევით ამ თემის ირგვლივ. ყველა საკითხს მიმოიხილავს. არ ვიცი, აი ძალიან მაგარი სერიოზული რაღაცა. კი. ძალიან, ნუ, მაგრამ უფრო მაგარ რაღაცასაც გეტყვი. ეს გითხარი ქართულ ენაზე და თუ ინგლისურ ენაზე უსმენ, ანუ ინგლისურ ენაზე თუ საუბრობს ეს ორი ადამიანი, ამ შემთხვევაში შენც შეგიძლია ჩაერთო. ანუ ჩადოლე, ორი ადამიანი საუბრობს
ამ თემის ირგვლივში რა მასალაც მიეცი, მაგალითად კონტრაქტი, ან რაღაცა პატარა წიგნი, ან რაღაცა და შეგიძლია გააჩერო შენც ანუ მიკროფონით და ჩაერთო საუბარში და რაღაცა სამი ადამიანის პოდკასტი გამოდის, ხო და აი და სერიოზული რაღაცები არის აი ძალიან მრავალმხრივ გამოყენება შეიძლება და რა ვიცი, პროექტის მენეჯმენტი თავისთავად ხო ძალიან ძლიერი რაღაცაა და მართლა ძალიან თანამედროვე და ძალიან ინოვაციური და მე მგონი ხელოვნურმა ინტელექტმა პირიქით დაბუსტა უფრო და უფრო სერიოზული რა. იცი რა არის, მე ვიტყოდი რომ ხარისხი გაზარდა, იმ დოკუმენტების, იმ საქმის კეთების ხარისხი გაზარდა. თუ კარგი ესეთი ჭირკედელა პროექტის მენეჯერი ვარ და ამავე დროს რაღაცნაირად ამ მიმართულებებსაც ესე აქტიურად ვიყენებ როგორც დამხმარე ასისტენტი, მენტორი, არც ფასიან ვერსიებში შეგიძლია შენი პირადი ასისტენტები აიწყოს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, ხო? კონტრაქტინგი ახსენე. პროექტების მენეჯმენტში კონტრაქტინგი ერთ-ერთი ისეთი დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ ხან იურისტი იმაშება ფორმაში იმასქენი შემითანხმე ჩვენ სტილში არ უამრავი ფორმატირებიდან დაწყებული შინაარსით დამთავრებული საქმეებია. მით უმეტეს ახლა agile-ზე თუ ლაპარაკობ, agile-ური კონტრაქტები კიდევ უფრო ისეთი კომპლექსურია, იმიტომ რომ ტრადიციულ პროექტების მენეჯმენტში როგორ არის, ხო, როცა მორჩები, ყველაფერს მე გიხდი ფულს. პირობითად. agile-ში ეგრე არ არის, ხო, agile-ში რაღაცა იტერაციულად, რაღაცა ნაბიჯ ავითარებ და ეს ნაბიჯ გადახდა ისეთია, ხან როგორი თანხა შეიძლება იყოს, ხან როგორი, ხან რა პროდუქტს უშვებ, ხან რა პროდუქტის ნაწილს უშვებ. ამიტომ კომპლექსურია რა, კარგი დიდი გამოცდილება გჭირდება agile-ური კონტრაქტები რო აკეთო და ორგანიზაციებში მით უმეტეს ამ იურისტებს არ აქვთ ხოლმე ესეთი ტექნოლოგიური, ყველას არ ეხება ბუნებრივია, მაგრამ ტექნოლოგიური agile-ური კონტრაქტინგის გამოცდილება ობიექტურად კომპლექსური დოკუმენტია რა. ამიტომ თუ არც პროექტის მენეჯმენტში არ არის გამოცდილება, არც რაცა იურისტებში არ არის გამოცდილება, სად მიდიხარ და ძალიან იდეალური კონტრაქტები შეგიძლია აგო ნებისმიერი სხვადასხვა რისკების გათვალისწინებით. ფორს მაჟორებიდან დაწყებული არ არის ნებისმიერი დამთავრებული, ამიტომ მანდაც ძალიან აქტიურად შემოდის. აქაც ორი გამომყენებელი 26-ში მაქვს ვებინარი იურისტებთან, აი ზუსტად ამ თემაზე, რომ AI იურისპრუდენციაში ძალიან მაგარია, ძალიან ბევრი რაღაცა წავიკითხე, ისედაც ძალიან ბევრი რაღაცა ვიცოდი, მაგრამ ხა ვემზადები კარგად, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაუხრმავდე და ძალიან ხელოვნური ინტელექტი ხო საინტერესოა. აი დღეს დავწერე მე მგონი LinkedIn-ზე. ხელოვნური ინტელექტი ხო საინტერესოა, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი აი უშუალოდ ჩაშლილი მიმართულებებად და მურგებული კიდევ უფრო საინტერესო რაღაცა რა. ისი არ არის, რომ რაღაცა განყენებული ტიპი იყოს ხელოვნური ინტელექტი და რაღაცა ცალკე არის. ანუ ხელოვნური ინტელექტი ხო მაინც ჯამურად. კი, აი ძალიან სიღრმისეული ტიპია, მაგრამ მაინც ინსტრუმენტის კალიბრაცია აქვს, მიუხედავად ამხელა მასშტაბისა და არ შეიძლება განვიხილოთ რაღაცა ცალკე. ეს თუ არ არის ჩაშლილი მიმართულებებად და მურგებული და გააზრებული და გაანალიზებული მიმართულებებად, აი ძალიან რთულია რა, აი როგორ შეიძლება ხა ხელოვნება ეპიზოდი ქონდა მარკეტინგში, ვიდეო და ფოტო გენერაცია. ვიდეო და ფოტო გენერაცია აბსოლუტურად სხვა მიმართულებაა, აი პროექტის მენეჯმენტში საერთოდ გამოყენების სხვა მეთოდებია და აი სხვა წიაღსვლებია, ასე ვთქვათ და იურისპრუდენციაში კიდე საერთოდ სხვა გამოწვევებია იქ კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით და სხვა ფაილებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით და იქ კიდე სხვა სიღრმეებია და აი ყველაზე მაგარი ეგ არის რომ რო ჩადიხარ მიმართულებების მიხედვით და რო ატყობ რომ აი სხვადასხვა სამყაროები იშლება, სხვადასხვა განზომილებები ამ მიმართულებების მიხედვით და რაღაცა მარტო ერთ ტიპთან არ გაქვს საქმე რა. ხო, ზუსტად ეგრე აი წამაგას ვადარებ, იგივე ისე რომ დაუბრუნდე ხა პროექტის მენეჯმენტს, მაგას ვადარებ ხოლმე, სულ აი ხელოსნები რო არიან ხოლმე ესეთი კამარი რო აქვთ ინსტრუმენტებს. აი დაახლოებით ეგეთი რაღაცა, იმიტომ რომ თუ ესეთი კამარი არ გაქვს, თუ არის უბრალოდ უფრო ნელი ხარ, არ ვიცი ხარ უფრო ცუდი ხარ, უფრო ნელი ხარ. აი წარმოიდგინე რომ მაგალითად მე არ ვიცი ამ რაღაცების გამოყენება და შენ იცი როგორ რა ინსტრუმენტები გამოიყენო იმისთვის რომ რა ვიცი მაგალითად ვიდეო კოლების ანალიზი გააკეთო, ჰაილაითები გააკეთო და არ მოусმინო 3 საათიან კოლს, სადაც სინამდვილეში 15 წუთი იყო ის რაზეც შევიკრიბეთ. ხო არა ეგეთი კოლები ხა ყველა მიცით ხო? ანუ 3 საათი ვიკრიბებით 15 წუთიანი საუბრისთვის. ხო და ეგ 15 წუთი რა იყო სინამდვილეში, ხო? შინაარსიდან გამომდინარე. ეგ არა ვიცი, აი გონგი მაგალითად, ხო? ChatGPT-მ დაამატა შეხვედრების ტრანსკრიპტების გამკეთებელი ფუნქცია, ასე ვთქვათ, რა ქვია და მოიწყდა სახელი. სახელი არ მახსოვს. ხო, ანუ შეუძლია ჩავრთოთ და თვითონე დააგენერებს შეხვედრის დროს. ანუ აქ კიდე სხვა თემა, ეხლა რამდენად ყველაფერი უნდა ჩაიწერო და ასე შემდეგ. ეს სხვა თემა, მაგრამ ხო, ანუ ფუნქციად
ძალიან ბევრი სხვა პატარა კომპანია აკეთებდა ამას და ნუ ახლა მე ჯერ ვერ დავტესტე ვერ მოასწარე ფიზიკურად, მაგრამ ფაქტია დამატებულია და მეგონი გოგხსნება ყველას Passion ვერსიაში. ნახოთ როგორი იქნება. ამიტომ მანდაც ისევ დავბრუნდები, რომ იგივე იურისტების кейს რო დავბრუნდე ისე უკან მანდაც ხო ეგ არის, რომ შეიძლება იურისტი ხარ ეხლა, აი ამ პოდკასტს უყურებ მე როგორც იურისტი და ვიცი რომ კონტრაქტების ანალიზი, შედარება, სხვა რიგი ასპექტები თუნდაც ტექნოლოგიური როგორ გავითვალისწინო. ამიტომ ძალიან მაგ გამოყენებაც გვაქვს მოკლედ რა. ამიტომ პროექტის მენეჯმენტი მაგითო დავიწყე დასაწყისში, რომ პროექტის მენეჯმენტი არ არის ესე ცალკე განყენებული აქტივობა ორგანიზაციისთვის. ეს მოიაზრებს ყველას ჩართულობას, ნუ გააჩნია პროექტს, მაგრამ ყველას ჩართულობას არის ხო პროექტის იურისტებიც არიან, HR-ებიც არიან, უამრავი ფუნქცია. ამიტომ ეს ორგანიზაციული საქმეა და მან ესე ცალკე განყენებულად ვაი, აბა მარტო პროექტის მენეჯერმა უნდა იცოდეს რაღაცა და მოდი მარტო პროექტის მენეჯერს უყიდოთ რაღაცა ფასიანი ვერსია რაღაც. ნუ ეგრე ხო არ მუშაობს. აუ, წეგან აღარ გაგაწყვეტინე რაღაც ვენა მეთქვა. ჩემს სამსახურში ორ დეპარტამენტს ხელმძღვანელობ და აი ძალიან მიყვარს ყველა ჩემი თანამშრომელი ორივე დეპარტამენტის ყველა წევრი დღეს ვაყურებდი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. აბსოლუტურად ყველა სხვადასხვა მიმართულებით. სამწუხაროდ ფასიანი ვერსიების საშუალება არ გვაქვს და უფასო ვერსიებს იყენებენ, მაგრამ აი ყველა დღეს დავაკვირდი, დღეს გავააცნობიერი, ანუ აქამდე არ დავკვირები ვარ, თუმცა საუბარი გქონია ამაზე, მაგრამ ასე არ დავკვირები ვარ, აი მოვიკითხავ აქედან ყველას პატივისცემით. თითოეულ აი ყველა მათგანი იყენებს ხელოვნურ. ეხლა დოზებით განსხვავდება, ზოგი ძალიან ღრმად, ზოგი შედარებით ნაკლებად, მაგრამ ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ძალიან პატივისცემ ამის გამო, რომ თან ისე კი არა, რომ სიტყვაზე რაღაცას ავალებ და რაღაცა ხელოვნური ინტელექტით მიაფუჩე ჩვენ ასე ვთქვათ და რაღაცა ჩამაბარონ რაღაცა ისეთი ზედაპირულად გაკეთებული და copy paste-ებული ასე ვთქვათ. არამედ ისე რომ ეს იღრმისეულად ანუ ღრმავდებიან, თან აანალიზებენ, მან ხო წინა ეპიზოდებშიც ვთქვით, თავი გამოწვევა ეგ არის კიდე ერთ-ერთი ხელოვნური ინტელექტის დროს, რომ რა არის შენი მიდგომა და მენტალიტეტი, რომ უბრალოდ აკოპირებ და ასე ვთქვათ, დაკოპირებული მიგაქვს, სადაც საჭიროა იქ იმ ადგილას და არ გაქვს გაანალიზებული თუ კიდევაც ჩაღრმავებული ხარ გაანალიზებული გაქვს პრეზენტაციაც შეგიძლია იმის და ასე ვთქვათ კომპლექსური კვლევა გაქვს ჩატარებული. ის თემა არ არის, რომ რაღაცა ერთი წინადადება მივწეროთ, რაღაცა პასუხი დაგვიგენერიროს და უბრალოდ დავაკოპიროთ და მოვალეობა მოვიხატოთ. ეს არ არის. ანუ ხელოვნურ ინტელექტსაც სჭირდება მუშაობა, ჩაღრმავება, დროის მე იმ დღეს კიდე იმაზე ვფიქრობდი, რომ მე მგონი აი ძალიან ბევრი პროფესიონალების დღის, სამუშაო დღის მონაკვეთში რამდენიმე საათს, არ ვიცი ახლა პროცენტულად რამდენი უკვე იკავებს ხელოვნურ ინტელექტთან, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია და საუბარი რა. და აი კომუნიკაციის ხარისხიც ძალიან სწორი თქვი, იმიტომ რომ ეგ არის გამოწვევა, ახლა რასაც ვაკვირდებით, ხოლმე კი აქვთ ხოლმე ფასიანი ვერსიები ყველაფერი, მაგრამ ძალიან ისე იყენებენ ხოლმე მეილების რაღაცა proofreading-ისთვის. და ანათა ცუდი პრომპტები ან მანდაც ხო არის ხოლმე garbage out რო არის ესეთი გამოთქმა, ამიტომ ეგ როცა ვიყენებ მოკლედ ამ ხელოვნურ ინტელექტს, მე მგონია რომ ცოტა დრო უნდა დავუთმოთ იმას, რომ კარგი ეგრეთ წოდებული პრომპტინგის წერა ვისწავლოთ. ხო, არ არის საუბარი რაღაცა ძალიან კომპლექსური ინჟინერიაზე, მაგრამ საბაზისო კონტექსტი, ხო, ანუ ეგ მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ. იცი რა თემას მინდა კიდე შევეხო, რომ ესეთი ძალიან ესეთი კედელია ხოლმე, ეხლაც არის კედელი კომპანიებში, სადაც ჩვენ ბიზნესი ვართ. ბიზნეს ტიპები ვართ რა და აი ეს ტექნიკური ნაწილი მოდი ჩვენ არ გვეხება რა და პირიქით რომ აი რაღაცა დავალება რომ გინდა რომ გავაკეთო მე როგორც დეველოპერმა ჩემთვის ოდნავ გასაგებენაზე მაინც დამიწერე და ჩვენ შორის თუ არ არის პირობითად ანალიტიკოსი ვინც ამ ყველაფერს თარგმნის და დავიღუპეთ ხო ანუ რაღაცნაირად ისე ხოლმე ვერ ვაგებინებთ ერთმანეთს ესეთი ბაბილონის გოდოლის იდეა არის ხოლმე სულ და ალბათ ეხლა აქედანაც ამ პოდკასტიდან შეგვიძლია მივაწოდოთ ხმა პირობითად ამ ბიზნესის ხალხს რომ შეგვიძლია იგივე ამ Gen AI საშუალებით ძალიან მარტივად შეგვიძლია რომ დეველოპერებისთვის გასაგებ ენაზე დავწეროთ რაღაც სხვადასხვა ამოცანები. და კიდე ერთი ხმა მივაწვდინოთ ჩვენს მაყურებელს რომ გამოწერა არ დაავიწყდეს. ხო, ეგ აუცილებლად. ჩვენი არხის არ მიხსენებია დასაწყისში დიდი თხოვნით და პატივისცემით რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ისეთი ტემპით თუ დაინტერესებულები არიან ამ თემით, იმიტომ რომ გაგაწყვეტინე ახლა ცუდად ძალიან ბოდიში. იგივე უნდა გამიგზავნებინა მგონი. ხო, იმიტომ რომ ვცდილობთ რომ ყოველი ეპიზოდი გავაკეთოთ უფრო და უფრო მაგარი და ძალიან ვითვალისწინებ ყველა feedback-ს ასე ვთქვათ უკავშირს და ამის თხოვნითაც მიმართავთ რომ ყველანაირი feedback-ი რაც არ უნდა იყოს არ არის პრობლემა
აუცილებლად ყველანაირ არხზე ყველგან ვართ უკვე წარმოადგენილები და დაგვიტოვონ რა შეიძლება გავაუმჯობესოთ და რა შეიძლება გავაკეთოთ უკეთესი დიდი ბოდიში შეგიძლია განაგრძელოთ. ხო, არა, იმიტომ რომ ფიდბექი ხა ის საშუალება, რითაც უმჯობესდები რა. ხო, ამიტომ მაგას ვამბობდი, რომ ეგ ნაწილია. გარდა ამისა, კიდევ ერთი ასპექტი, რაც ასევე ბიზნესებს ძალიან კარგად ეხმარებათ ხოლმე, არის ეგრეთ წოდებული ტექნიკური დოკუმენტების გაანალიზება. ხო, არის ხოლმე კომპანიების შემთხვევა, რომ იცი რა არის რაღაცა ინიციატივა მაქვს. და ანალიტიკოსმა გადათარგმნა ეს, ამ ტერმინს გამოვიყენებ სიმარტივისთვის, გადათარგმნა ეს რაღაცა დეველოპერებისთვის გასაგებ ენაზე და მე აი ამ ისტორიას როგორც დამკვეთი, როგორც ბიზნესი უკვე მოვწყდი. რაღაცნაირად ორგანულად ჩამტეხეს ამ პროცესიდან რა და მე ვდგავარბულ და ველოდები და ვერ ხვდები კი ვკითხულობ იმ რაღაცას, მაგრამ ვერ ხვდები რა წერია იქ ისეთ ენაზეა დაწერილი. არც ეგ არის პრობლემა, ხო, იგივე ის რაღაცა ChatGPT-ის მაგალითად, რომ შეგვიძლია ეს დოკუმენტი მივცეთ და კონტექსტის გათვალისწინებით გითხრას ზოგადად რის შესახებ არის. რამდენად პასუხობს ეს ტექნიკური wording-ი ჩემ ბიზნეს გადაწყვეტილებებს, ხო? რომ უცებ მე რაღაცა black box-ი არ მქონდეს მაგალითად. ეს საშუალებები გეხმარება იმაში, რომ პროექტების მენეჯმენტის კონტექსტში თუ რამე კომუნიკაციური პრობლემა ან რაღაცა პროაქტიულად ვმართო, იმიტომ რომ მე თუ გვიან გავიგებ, რომ ეს რა ყოფილა, არა. ამიტომ მეც ჩემ მხარეს შემიძლია ძალიან ჩართული ვიყო. ეგ ამბავია, ხო? ამიტომ ეგ ბარიერი, აი თუნდაც ის რომ მე ტექ ტიპი არ ვარ და არ მესმის, არარელევანტურია 2025-ში უკვე. იმიტომ რომ მათ შორის ის თემა, რაც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, მაგას ემსახურება. რომ ხო და ერთი ამას წინათ მეგობართან საუბრობდი და მისგან გამახსენდა ახლა, რომ აღარ არსებობს არატექ ხალხი. ანუ ყველაფერში იყენებ რა, აი ყველაფერში, даже ასევე ბოდიში ხდი, ასევე რა ვიცი, მესენჯერშიც მეტამ ჩაამატა უკვე მეტა AI, ხო, ანუ ყველაფერშია ჩვენ გარშემო, აბსოლუტურად ყველაფერშია. ხო, ასე რომ აღარ არსებობს non-tech. აუ მეტაზე გამახსენდა, ხო, იცი შენ რომ გუშინ ინფორმაცია გასყდა, რომ OpenAI-ის, ანუ ChatGPT-ის დამფუძნებელი კომპანიის პროგრამისტებს გადმობირებას ცდილობდნენ Facebook-იდან რაღაცა 100,000 თავაზობდნენ თუ რაღაცა სერიოზულად ან ბონუსებს და მთელი ამბები, თუმცა როგორც Sam Altman-ი ამბობს, არც ერთი არ წასულა. არ არის ეგრეო? ხო, არა, არის ეგრეო, უბრალოდ არც ერთი არ წასულა. ოკეი. ხო, ძალიან ცდილობს Facebook-იც, რომ რაღაცა თავისი სიტყვა თქვას ამ რბოლაში. რაღაცა ბიჭიც აიყვანეს და მოვიწყდა სახელი, ძალიან სერიოზული ტიპია ისიც, თავიანთ AI ლაბორატორიაში და ძალიან ბევრს აკეთებენ, რომ აი მოკლედ გაცხარებული ბრძოლაა, მაგრამ ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი ჩვენთვის, იმიტომ რომ ამ გაცხარებულ ბრძოლაში ჩვენთვის უკეთესი და უკეთესი პროდუქტები იდება ყოველდღიურად. სხვადასხვა დასაწყისში მინდა და მე თქვა და მაგაზეც აღარ გაგაწყვეტინე. პროექტის მენეჯერი, პროექტის მენეჯმენტი, ასე ვთქვათ, და საერთოდ ეს agile მეთოდოლოგია რაღაცა ძალიან დაემგვანა ამ AI-ის განვითარების ვიღაცა წერდა უცხოელი, რომ სპრინტებში მოექცაო AI-ის განვითარება, იმიტომ რომ კვირა არ გავა, რომ რაღაცა დიდი აპდეითი არ მოხდეს რა, ხან Google-ი, ხან Grok-ი, ხან ChatGPT, მოკლედ რაღაცა მართლა სპრინტებში ვითარდება და საერთოდ მე ვიღაცა უწერდა კომენტარს, ეგეც წავიკითხე, რომ მარტო AI-ის განვითარება კი არა, საერთოდ მეგონი სამყარო გადაეწყო agile, სამყარო ცხოვრობს როგორც agile, ანუ სპრინტებად მიმდინარეობს და რაღაცა საოცრებები ხდება ორკვირიან თუ ერთკვირიან ეპიზოდებში რა. მეცაც ვიტყვი რა, იმიტომ რომ დაჩქარებამ გამოიწვია ამ ყველაფერს. აი კომპლექსებურობამ და დაჩქარებამ. იმიტომ რომ agile-ის იდეა რაღაც 2000-იან წლებში რო დაიწყო, ხო, იდეა იყო ის, რომ იმ მომენტში software development-ის, ანუ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროცესი იმდენად ჩქარი იყო, რომ არსებული მეთოდები ვეღარ ერგებოდა და საჭირო იყო რაღაც ისეთი ცვლილებებზე ადაპტირებული მეთოდის შემოღება, რომელიც ზუსტად იგივე ამ იტერაციებში, სპრინტებში ეგრეთ წოდებულში ავითარებს რაღაცას რა. ერთთან მაგას პასუხობს, მაგრამ ამას წინათ შენც იყავ იქ, სადაც საუბრობდით, რომ AI პროდუქტების განვითარება agile-ით უკვე ვეღარ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ტექნოლოგიური პროექტი, სადაც მაღალ კონკურენტულია ბაზარი, ახლა რასაც განვიხილავდით, მან ზუსტად მაგიტო არის agile, რომ იტერაციიდან იტერაციამდე ერთის მხრივ ბაზარს დავაკვირდე რა ხდება, მეორეს მხრივ მომხმარებლის უკავშირი მივიღო და ამაზე დაფუძნებით უფრო ჩქარი ვიყო ჩემ კონკურენტებზე. ეგ არის იდეა, მაგისთვის არის agile და მაგისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს, მაგრამ აი თვითონ ხელოვნური ინტელექტის პროდუქტი როგორც ესეთი, აი რაღაცა პროდუქტი როგორც ესეთი, აი მან იტერაციულობის კომპონენტი სამწუხაროდ ვერ შემოდის ხოლმე. ამიტომ ძალიან დეტალებში ტექნიკურში რო არ ჩავიდეთ,
ეგეც გამოწვევა არის მეორე მხრივ agile-ის. ანუ agile როგორც ცვალებადი გარემოსთვის მართვის მეთოდი ისიც კი ჩელენჯდება უკვე, რომ იქნებ რაღაცა სხვა, იქნებ თვითონ ადაპტირდეს ეს მოდელიც. შეიძლება რაღაცა სხვა რაღაცაში ტრანსფორმირდეს, ჯერ კაც მარიც. მაგრამ მაგაზე დაახლოებით 1-5 წელია უკვე აი ამ რაღაცა დარგის ექსპერტები ძალიან ესე აქტიურად განიხილავენ ხოლმე. და რა ტრენდი არსებობს ახლა ყველაზე მეტად აი საითკენ მიდის ეს. ტრენდი არის ეგრეთ წოდებული R&D-ის მიმართულების გაძლიერება, ანუ კვლევის და დეველოპმენტის მიმართულების, იმიტომ რომ თუ AI პროდუქტებს ვქმნით, იქ ენის მოდელის შექმნა, შერჩევა, გაწვრთნა, ასე შემდეგ, დიდ კვლევით საქმიანობასთან არის დაკავშირებული, ხო? ამიტომ შეიძლება რაღაც 3 თვე დავხარჯო კვლევაზე და მერე იმას ვქნა, მერე გავუშვა, მერე მივაწოდო მომხმარებელს მაგალითად. რასაც კლასიკური agile-ური მიდგომა ვერ ფარავს, იმიტომ რომ იქ ორ კვირაში ერთხელ მე როგორც ხვდები, კლასიკური agile-ური მიდგომაა, რომ უფრო აი რაღაცნაირად კვლევასთან ერთად შეიქმნას პროექტი და განვითარდეს რაღაცა კუთხით, ხო და მაგრამ ორ კვირიან იტერაციებში და რასაც გულისხმობ, მე მგონი ალექს არის მე თუ სწორად გავიგე, რომ ანუ ეს იმდენად კომპლექსური პროდუქტია AI ასე ვთქვათ, რომ ძალიან ტრენდული გახდა, ასე ვთქვათ და საჭირო გახდა უფრო სწორად ლაბორატორიული მუშაობა და კვლევა, წინასწარ საფუძვლიანი და ამის შემდეგ პროექტების განვითარება და არა რაღაცა სწრაფად თანადროულად რა. ხო, მაგას ფიზიკურად ვერ იზავ, როცა რაღაც ენის მოდელს ქმნი, იქ შეუძლებელია რომ რაღაც ორ კვირაში ისე გაწვრთნა შენი მოდელი, რომ მონაცემებით სუფთა კონდეს, დალეიბლებულიც კონდეს, რა ვიცი, ვექტორული ბაზებიც აწყობ, მოკლედ ძალიან რთულია, რომ იტერაციებში ჩაეტიო. და არც იცი რომ გამოუშვებ ამ რაღაცას, როცა მორჩები ენის მოდელზე მუშაობას, ისიც არიცი რამდენად აკურატული იქნება ის, ხო? ანუ არიცი. ამიტომ R&D მაგიტო ახსენე, რომ ტრენდი ახლა პროექტების მენეჯმენტშიც და უკვე 5 წელია ტრენდი ხმა მაღალი ნათქვამი, უკვე 5 წელი უკვე ამაზე აქტიურად მუშაობენ, რომ მოდი იქნებ რაღაცა უფრო ეგრეთ წოდებული მონაცემთა მეცნიერებასთან უფრო ახლოს მდგომი საქმის კეთების და ორგანიზების ინსტრუმენტები გამოვიყენოთ რა. უფრო data science-ური მიდგომები, სადაც ზუსტად ეს ლაბორატორიული და კვლევითი კატეგორიები უფრო ძლიერია. საერთოდ კვლევითი მე მგონი ყოველთვის კვლევა სადაც იყო, იქ ყოველთვის შედეგები ძალიან მაღალ დონეზე იყო რა. და მე თუმეტეს როცა ხო. კარგი მომზადება ასე ვთქვათ და ხო, ალბათ მანდაც ის თემაა, რომ რაღაცა ბალანსი ალბათ საჭირო მაგათ შორისაც, რომ რაღაცა ისიც არ მოხდეს, რომ რაღაცა კვლევას გადაყვა და ლაბორატორიას გადაყვა და real-world პროდუქტი ვერ განავითარო, ხო, ალბათ რაღაცა ბალანსია მანდაც საჭირო, მაგრამ რაც თქვი, მაგაზე აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ეგ მე პირადად მონაწილეობა მიმიღია AI პროდუქტის მომზადების საქმეში და ვიცი რა სირთულესთანაა დაკავშირებული და რა პრობლემებთანაა და საერთოდ რა კომპლექსური თემაა, ანუ უშუალოდ AI-ის პროდუქტის განვითარების თემაში მე მიყია მონაწილეობა და ხო, ისეც არ ხდება, მარტივად არ ხდება, რომ ასე ვთქვათ, მართლა რაღაცა ერთ და ორ კვირიან სპრინტებში მოვაქციოთ, იმიტომ რომ რაღაცა მომენტებში საბოლოო ჯამში არსებობს რაღაცა გამოსავლები ხოლმე, ასე ვთქვათ, და რაღაც, მაგრამ ეგ უფრო ბიზნეს გადაწყვეტილებებია და ასე ვთქვათ, რაღაცა ბიზნეს მიმართულებებია, მაგრამ ჯამურად რო განვიხილოთ, მაგაში კი სრულად ვაცნობიერებ, რომ საკმაოდ რთულია AI-ის პროდუქტის განვითარების პროცესი, ასე ვთქვათ. კი, არსებობს კონკრეტული მეთოდებიც უკვე არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით ესე ფართოდ გავრცელებული ესე არ არის. ჩვენ ქვეყანაში მინიმუმ ჯერ ესე კონკრეტულ მიდგომას პროექტის მართვის AI პროდუქტებისთვის ჯერ ესე არ უყენებთ, უფრო რაღაცა ესეთი process flows მივყვებით ხოლმე ესე დავარქვათ რა. მე აუცილებლად მეყოლება ერთი ან რამდენიმე უშუალოდ მართლა როგორც წეგავთ კი ტექნიკური განათლების მქონე ადამიანი, რომელთან ერთადაც აუცილებლად მე ძალიან დაინტერესებული ვარ ამ თემით და ვეცდებით რომ აი მაქსიმალურად ღრმა ტექნიკურ თემებს შევეხოთ ძალიან არატექნიკური ტერმინებით და ახსნებით და აი ავხსნათ ეს ძალიან საინტერესო პროცესია როგორ იქნება და როგორ ვითარდება და რა გამოწვევებია და ჩემ გამოცდილებასაც მოუყვები ძალიან საინტერესო გამოცდილებები მაქვს ამ კუთხით და აი დავაკვირდეთ როგორ ძალიან საინტერესო თემაა და ძალიან აქტუალურია ესეც. ხო, იმიტომ ხელოვნური ინტელექტის როცა ვლაპარაკობ, პირველი რაღაც ChatGPT მოძახ ინსტრუმენტი გვახსენდება ხოლმე, მაგრამ მის უკან რამდენი შრე არის ხო რაღაცა, ამიტომ ეგეც სამნიშნავია მაგის გაზა. შეიძლება ეს ინფორმაცია როგორ მომდის ამ ჩემ ლეპტოპში რო უყურებ რა ინფორმაცია გამოდის, ეგ როგორ მუშავდება არ არის ტექნიკური კატეგორიის ამოცანა, ხო? ანუ მე როგორც
მართლაც უნდა იცოდე როგორც კარგი საჭმელი რომელიც გიყვარს იცი როგორ მზადდება ინსტრუმენტს რომელსაც ძალიან ხშირად იყენებ უნდა იცოდე როგორ მუშაობს სხვათა შორის ალექს მე რო პოდკასტი დავიწყე და ვფიქრობდი აი ეპიზოდები რა თემატურად როგორ დამელაგებინა გამოწვევა იყო ჩემთვის ეგ იმიტომ რომ ვფიქრობდი რომ აი როგორ ადამიდან და ევადან დამეწყო და მე ავსულიყავი ზედაპირზე ანუ AI-ის სიღრმედან დამეწყო ძალიან როგორ კეთდება და ასე შემდეგ და მე ავსულიყავი ზედაპირზე არ ვიცი სხვანაირი გადაწყვეტილება მივიღე უფრო ზედაპირიდან დავიწყე არ ვიცი რამდენად სწორი ვარ ამაში მაგრამ მე ჩავთვალე რომ ალბათ უკეთესი მაინც ეგ იქნებოდა რომ რაღაცა თავიდან ყველაზე ხელშესახები უკვე შექმნილი რაღაცა აგვეთვისებინა და რაღაცნაირად გავზრდილიყავით მოყურებელთან ერთად ასე ვთქვათ პოდკასტზე და მე ჩავსულიყავით უფრო სიღრმეებში და ამას ვპირდები მე მაყურებელს რომ აუცილებლად აი ყველა AI-ის გარშემო ყველანაირ ტექნოლოგიურ სიღრმეში ჩავალთ და ძალიან საფუძვლიანად განვიხილავთ ამ საკითხებს. ოღონდ ჩვენი დაპირების ასე ვთქვათ პირობის თანახმად რომ მაქსიმალურად ვეცდებით ყველაზე რთულ თემებზე ვისაუბროთ ყველაზე გასაგები ენით, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. ერთხელ აქვს მე მგონი ნათქვამი ბატონ გიადვალს ალბათ ოდესღაც ჩემი სტუმარი იქნება ძალიან დიდ პატივს ვსცემ რომ ხო ანუ მთავარი ფიზიკოსისთვის მთავარი გამოწვევა და თემა ის კი არ არის რომ ყველაზე ღრმა თემაზე ისაუბროს ძალიან დამაბნეველად და ასე ვთქვათ ძალიან ისეთი ტერმინებით არამედ პირიქით რომ რაც ყველაზე კომპლექსურ თემაზე ისაუბროს ყველაზე მარტივად გასაგებ და აღსაქმელი ენით ყველასთვის აბსოლუტურად და ისეთი ანალოგიებით და შედარებებით რაც ყველასთვის გასაგები იქნება და აი ამ თემის ირგვლივად ვცდილობ რომ რაღაცნაირად ასეთი სიტუაცია შევქმნა რომ ყველაფერზე ვისაუბროთ ყველაზე მარტივი და გასაგები ენით და ძალიან ღრმა თემებს შევეხოთ ასე ვთქვათ ერთი თემა გამახსენდა წეგან მაგაზე მარტივად ახსნაზე მოგეთ agile-ის კონტექსტში ნუ მივხვდეთ რა ვიცი თითქმის 3 დეკადა ალბათ უკვე არსებობს agile მაინც კიდე უცხოა ხოლმე ადამიანებისთვის რა და ხანდახან არის ხოლმე რომ აი გასაუბრებებზე ან ესე დროს სავეკითხებით ხოლმე რომ აი ჩათვალე რომ აი აგიყვანეს სამსახურში და სახში მიხვედი და ნუ ბებიას ეუბნები რომ აი ბებია დავიწყე მუშაობა ნუ პირობითად agile უნდა ვაკეთო აი როგორ უხსნი რა საკეთებ აი როგორ აუხსნი ხო ანუ ხო არ ეტყვი რომ რაღაცა ეს არის რაღაც iterაციული ავტონომიური კროს ფუნქციური მაგ ტერმინებს ხო არ იყენებ და მასე იტესტება ზუსტად ცოდნის ადაპტაცია ხო იმიტომ რომ კრიტიკულია რაღაცა ვიწრო სამეცნიერო სფეროში კი ბატონო რაღაცა მაგრამ ფართო მასებზე როცა არის საუბარი ჯობია რომ მართლა რასაც შეინძახი დაადაპტირო მაქსიმალურად ეგ არის ხოლმე ძალიან ისეთი რთული ამბავი არ არის მარტივი სხვათა შორის მაგრამ რთული იმაზე რთული ვიდრე თავის ენაზე საუბარი ასე ვთქვათ ჩემი აზრით ხო იმიტომ რომ ყველასთვის გასაგებ ენაზე ახსნა რაღაცა რთული თემა თუმცა საბედნიეროდ საქართველოში ბევრი პროფესიონალი ყავს AI-ის გარშემო ისეთი რომელსაც მჯერა რომ იდეალურად გააკეთებენ ამას კი და სხვათა შორის ძალიან ბევრი ასევე ძალიან კარგად ლაპარაკობს აი ეგ ამ კონფერენციებს რაც უყურებთ ხოლმე ან ძალიან კარგადაც ლაპარაკობენ და ეგ გვაქვს მგონია რომ ესეთი კი ბატონო ალექს მინდოდა რომ მეთხოვა რომ აი უშუალოდ რო ჩავიდეთ პროექტის მართვის სპეციფიკის დროს აი AI-ის ინსტრუმენტების გამოყენების თემაზე და მოკლედ გადავიდეთ უფრო სპეციფიურ თემებზე აი რა სპეციფიურ საკითხებში ვიყენებთ ასე ვთქვათ AI-ის აი ეს თემა რო განვახცოთ რა ინსტრუმენტები შეიძლება გამოვიყენოთ რა პუნქტებში შეიძლება გამოვიყენოთ მოკლედ ძალიან საინტერესო იქნება ეს თემა რა კი ბატონო მოდი დავიწყოთ task management-ის იმიტომ რომ პროექტების მენეჯმენტი ამოცანების დავალებების მართვის გარეშე, ნუ ეგრე არ არსებობს, ხო? და ნუ ყველაზე ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ინსტრუმენტი, რომელსაც ძალიან ბევრი პლანეტაზეც და შესაბამისად ჩვენს ქვეყანაშიც ვიყენებთ, არის Jira. Atlassian-ი ესეთი კომპანია და Jira არის task management-ის ესეთი პროდუქტი. ნუ ძალიან ბევრგან ვიყენებთ ხოლმე. ეხლა ბოლო პერიოდში Jira-მ რაც დაამატა, მაგალითად თვითონ თავისი ხელოვნური ინტელექტის კომპონენტი დაამატა, რაც ნებისმიერ ადამიანს, ნუ პროექტის მენეჯერებს ამ შემთხვევაში აძლევს იმის საშუალებას, რომ მაგალითად გვაქვს 5 ამოცანა და ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაც ერთ თემაზე 20 ამოცანა. 5 გვაქვს უკვე. ანუ ჩვენ შეგვიძლია იგივე ამ ჩაშენებულ სისტემაშივე ჩაშენებული სადმე გარეთ გასვლა არ მიწევს რა. სისტემაში ჩაშენებულ AI მოდელს ვთხოვოთ, რომ ლოგიკურად დამილაგე კიდე პლუს დანარჩენები რა არის. ანუ სადაც გარეთ კი არ გავდივარ ChatGPT-ში და იქ კონტექსტს კი არ ვეუბნები და მე კი არ ვაკოპი-პეისტებ, არა, შიგნითვეთ მაქვს ეს ყველაფერი. ამავე დროს შეგვიძლია შეფასებებიც გავაწერინოთ ამ ყოველ რამდენი ხანი დაჭირდება ამის გაკეთებას.
ეგ ერთი რო თვითონ ეს ამოცანების დალაგება. მეორე არის დეკომპოზიცია პროექტების მენეჯმენტში, დიდი დავალებების პატარა ამოცანებად დაშლას, ვეძახით დეკომპოზიციას, კრიტიკული ამბავი არის ამ დომენში. მაგრამ ამის დაშლას ჭირდება საკმაოდ ისეთი კომპლექსური ცოდნა, ან ანალიტიკოსი გჭირდება ამ პროდუქტის როგორც ბიზნესური, ასევე ტექნიკური მახასიათებლების ძალიან კარგი ცოდნა. და ეს გამოწვევა ხოლმე. და იგივე ამ ინსტრუმენტში, სადაც ზოგადი აღწერა მიწერია დავალების რა არის, მათ შორის ქართულ ენაზე ისე კარგად არა, მაგრამ შვენივრად მუშაობს რა. შემიძლია დეკომპოზიცია გავაკეთო იდეალურად, აი ესე იდეალურად რა. ძალიან კარგი, ბუნებრივია გადახედვა, ჩაშლა, რაღაც დამატების ამოღებას არის საჭირო, მაგრამ იდეურად ეგ არის. ეს რო ეხლა გადათარგმნო დროში, რასაც ადამიანები ამის გასაკეთებლად ხარჯავენ, არ ვიცი, ალბათ მინიმუმ 50 მაგდება, ალბათ ესე ვიტყვი რა, იმიტომ რომ საკმაოდ კომპლექსური არის. გარდა ამისა, ეს შეიძლება იყოს ეს დაშლა და ეს ამ description-ების დაწერა, შინაარსების დაწერა, მათ შორის ტექნიკური ხასიათის რაღაცების დასაწყისში რაზეც ვილაპარაკეთ, ხო? ამიტომ აქაც ძალიან კარგად შემოდის. გარდა ამისა, ამ ინსტრუმენტის საშუალებით შემიძლია რიგი ავტომატიზაციებიც ავაწყო. მაგალითად, არ ვიცი, ჩამოვწერეთ რაღაც ამოცანები და რაღაც კონკრეტულ ტრიგერებზე, ანუ მამოძრავებელ რაღაც ექშენებზე დაფუძნებით, გავაგზავნოთ იმეილი ვიღაცასთან, რომ აბა მოვჭი გადახედე და დამიდასტურე თუ ესეთი საჭიროება არის. გამოგიგზავნო და ნახე, რომ აბა ამას რამე ხო არ აკლია, ხო? და ესეთი უამრავი რაღაცა გააკეთო. მაგალითად, თუ პირობითად კონკრეტული მიმართულების დეველოპერი ყავს და ეს კონკრეტული ამოცანები მასზე უნდა დავაესაინოთ, ანუ შემსრულებელ პირად ეს განსაზღვროთ, აღარ არის აუცილებელი, რომ სათითაოდ ესე ჩამოუწიკწიკო, ანუ ავტომატურად შეგვიძლია დავაესაინოთ ეს ამოცანები. დავაესაინოთ კიდევ ერთხელ გამეორდები, გულისხმობ, რომ შემსრულებელ პირად განსაზღვროთ, ესე რომ ვთქვათ. გარდა ამისა, კიდევ ძალიან ხშირად იგივე ინსტრუმენტს ვიყენებთ ხოლმე, როდესაც ერთი და იგივე ტიპის ამოცანები გვაქვს ხოლმე გასაწერი სხვადასხვა ადამიანებისთვის. აქაც ძალიან აქტიურად შემოდის. მოგეთ აი ამ მიმართულებით როგორ მართო დავალებები, როგორ დავწყრო დავალებები, აი არ ვიცი, ძალიან ეფექტურია. ისევე ატლასიანზე დაუბრუნდები, ეს ოდნავ advanced კატეგორიის არის, მაგრამ ძალიან აქტიურად შემოამჯერა ჩვენ ცხოვრებაში. ეს არის Atlassian Rovo, ესეთი პროდუქტი. Atlassian-მა გააკეთა ესეთი რაღაც, რომ თავისი სისტემა არის, ცალკე მდგომი პროდუქტი არის, ესე შევხედოთ, რომელსაც შეუძლია დაუინტეგრირდეს ორგანიზაციაში არსებულ სხვადასხვა ცოდნებს, მაგალითად, არ ვიცი, დოკუმენტებს პირობითად, რაც კომპანიაში არის, ხო? და უკვე მე პირდაპირ სხვადასხვა დოკუმენტებიდან კი არ მომიწევს რაღაცების დაკოპი და პირდაპირ კონტექსტი იცის. ვეუბნებით, რომ ამ დოკუმენტში არსებული ესა და ეს აბზაცი ან ესა და ეს თავი გადმომითარგმნე რაღაცა დავალებად, რომელსაც მე დაშლი. იგივე სისტემაში მუშაობ, ანუ არ გადიხარ იქითკენ რა. ამიტომ ეგ იგივე task management-ის კონტექსტში ძალიან ესეთი აქტიური ამბავი არის. კიდევ ერთი რაც ესეთი ალბათ გამოვყოფდი არის იგივე სტეიქჰოლდერების ან პროექტით დაინტერესებული ადამიანების მართვის და მათთან კომუნიკაციის სქემები. იმიტომ რომ მაგალითად მე როგორც დამკვეთი, ჩემი დაინტერესება ამ პროექტში მაღალია და შესაბამისად ჩემი გავლენაც ამ პროექტზე ძალიან მაღალია. რას ნიშნავს ახლა ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩემს გადაწყვეტილებებს აქვს ძალიან დიდი გავლენა პროექტზე. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ჩემმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება პროექტის ვადები, ბიუჯეტი, შინაარსი, ეს რამ რაღაცებზე იმოქმედოს. ამიტომ ჩემთან კომუნიკაცია განსხვავებული უნდა იყოს და მაგალითად ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე, რომელსაც ირიბად ეხება, მაგრამ ირიბად ეხება ეს პროექტი, ეს ადამიანი დაბალი გავლენის ადამიანია. რა იგულისხმება ამაში, რომ ის ინფორმირებული უნდა იყოს უბრალოდ რა ხდება და მის გადაწყვეტილებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ორგანიზაციული სტრუქტურები არ ასახავს ყოველთვის ობიექტურ გავლენის სფეროებს. შეიძლება ადამიანი არის პროექტის კონტექსტში დაბალი გავლენის სტეიქჰოლდერი, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში მის გადაწყვეტილებას აქვს სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა. ამიტომ მე როგორც პროექტის მენეჯერმა მარტო ესე თეორიული deep state არსებობს deep state კი. ხო, აი ეგეთი deep state თური კონტექსტის გათვალისწინება, ან უნდა ვიცოდე და ეგ გავწერო. ან უნდა იმას, პოლიტკორექტული უნდა ვიყო და შორს რო არ წავიდეთ იგივე რა ვიცი, ChatGPT მაგალითად. ChatGPT-ს ჩვენ თუ ვევწვით კონტექსტებს, რო იცი რა არის, ეს არის ეს ტიპი, მაგრამ პროექტულად კი არის დაბალი, მაგრამ რეალურად ესეთია და როგორ მართო ეს ყველაფერი. ანუ იდეალური ცხრილები შეგვიძლია ავაგოთ, იმიტომ რომ
თეორიულად ეს ამ ადამიანს მარტო შეხვედრებს არ უნდა დაუწეხო, მაგრამ ეს კონტექსტი გჭირდება იმისთვის, რომ რეალური ობიექტურად სამუშაო ცხრილები ააგო და მე უბრალოდ გადმოვაკოპირებ ერთი მარტივი ღილაკზე ხელის დაჭერით შენ გეგმაში. ეგ ამბავია. და მაგაზევიდან კიდე თუ დაამატებ რაღაც ავტომატიზაციებს, იგივე agentic AI-ზე რო ვიყურებთ, რაღაც ავტომატიზაციებს, რომლებიც იმ ადამიანებს, რომლებსაც გაწერ რომ ესენი არიან სტეიკჰოლდერები და მეგობრებო, ესე არის თუ ესე უნდა იმუშაო თქვენ, ავტომატურად შეგიძლია იმეილები დაუგზავნო ამ სისტემიდანვე. ამიტომ ეს ორი ესეთი ძირითადი უცებ ხარ რაც გამახსენდა. კიდევ მესამე არის პროექტის გეგმები. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ იმ საქმის თანმიმდევრობა, რომელიც უნდა გაკეთდეს, ხო ჯერ ვინ უნდა გააკეთოს, მე რა მოდის და ეს ამოცანები ყოველთვის როგორც ჩვენ გვინდა, ისე არ ლაგდება სამწუხაროდ, იმიტომ რომ ეს მე როგორც მაგალითად ბიზნეს მგონია რომ ამოცანა რომელიც მესამე ნომრად არის პროექტის გეგმაში, პრიორიტეტებში, ეგ მინდა რომ გაკეთდეს. სინამდვილეში ეგ რომ გაკეთდეს, სადღაც ქვევით რომ ტექნიკური ამოცანა არის, ჯერ ის უნდა გაკეთდეს. ამისი ექსპერტიზა ან დეველოპმენტში არის, ან ანალიტიკაშია. ან გამოცდილ ძალიან პროექტის მენეჯერებში. ვარიანტში, როცა პრიორიტეტიზაციას აკეთებს ხოლმე ხელოვნური ინტელექტი, ყოველთვის ვიძიები და ვეუბნები ხოლმე და ვთხოვ, რომ ოკეი, გააკეთე პრიორიტეტიზაცია, შემისწორე, გადაასხვანაირე შენს გემოზე ყველაფერი, მაგრამ დამიწერე არგუმენტები და ამიხსენე. გამაგებინე რატო, რომ ან დაგეთანხმო ან არა და თუ გეთანხმები კიდე მომავალშიც გავითვალისწინო და არ დაუშვა ეგ შეცდომები. აი, ეს მაყურებელს მიმართავ, რომ ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ ხოლმე, რომ ხელოვნური ინტელექტის პასუხები რაც უფრო მეტად კრიტიკულად მიიღებთ, რაც უფრო მეტად ჩაუღრმავდებით, ასე ვთქვათ, და რაც უფრო მეტად ჩაეძიებთ, რომ აგიხსნათ ზუსტად და გადაამოწმებთ რამდენჯერმე, მით უფრო კარგ შედეგებზე გავხვალთ, მით უფრო თქვენ თავად მიხვდებით კონტექსტს, გაანალიზებთ და მით უფრო, ასე ვთქვათ, სრულყოფილი პასუხები ჩამოგიყალიბდებათ. ეს იდეაში ამის ორი მეთოდი არსებობს. ერთი მეთოდია, როცა ვრცელი პრომპტი გაქვს და იქვე ასე ვთქვათ, აქცევ ყველაფერს, ან დავალებაშივე უწერ რომ აი გადაამოწმე, არგუმენტები მითხარი, დაბლ ჩეკი გააკეთე, ორჯერ ამოწმე, თუ საჭიროა მესამე ჯერაც და ასე შემდეგ, გაითვალისწინე ბევრნაირი კონტექსტი, მაგრამ ხო ცხადია, რომ ზოგჯერ ვრცელი დავალებების დაწერა არც დრო გვაქვს და არც ვთქვათ, სხვა რესურსები ხოლმე ამასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე მეორე მიდგომა ამისთვის, რომ თუ ასეთ ვრცელ დავალებას არ ვწერთ, უბრალოდ კომუნიკაციის დროს იტერაცია მოახდინოთ და რაღაცა ჩავეძიოთ და მუდმივად უმეოროთ და ასე ვთქვათ, დამატებითი დამაზუსტებელი შეკითხვები დაუსვათ ხოლმე და აი ეს მე მგონი თუ არ დაგვეზარება, ყოველთვის ბევრად უფრო მაღალ ხარისხს დავდებთ ვიდრე სხვა შემთხვევაში. კი, იმიტომ რომ პრიორიტეტიზაციის სხვადასხვა მეთოდი პროექტებში იგივე ხო, ანუ განსაზღვრავს სხვადასხვა დალაგებას ამოცანების, ხო, ანუ ამიტომ ეგ ძალიან კარგი ის იყო ჩანართი ხარ ასე თქვი, რომ რატომ არის ეს პრიორიტეტი და რატო არა სხვანაირად, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია მართლა. ეგრე თუ არ ვიცი მაგალითად პრიორიტეტიზაცია როგორ გავაკეთო საერთოდ, ალბათ ჯერ ჯობია რომ სანამ იგივე ამ პროექტის გეგმას დავალაგებ პრიორიტეტების მიხედვით, ჯერ იქნებ გავარკვიო რომელი არის საუკეთესო პრიორიტეტი ალბათ ჩემ კონტექსტში და მე შეიძლება უფრო ზუსტი სურათიც დავინახო თუ იმ პრიორიტეტიზაციის მეთოდით დალაგებას ვთხოვთ და არა ჯერ რანდომად დალაგებას. მოგეთ გააჩნია რასაც შეიძლება იგივეს ვიმეორებ, რომ ჩაძიება და ჩაკითხვა ესეც და ვარქვათ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტი სუფთა პასუხების მიღებისთვის რა. რომ მე იგივე მე როგორც ამ პროექტის მენეჯერს მქონდეს ძალიან კარგი არგუმენტაციის საშუალება, რომ რატომ ვფიქრობ, ესე. ეგ ამბავია რა. ხო. კიდე პრინციპში ეგ ნაწილი, ეს ძირითადი სამი კომპონენტი ალბათ რაც იმას ვქენით გამოვყავით, მაგრამ ძალიან არ მინდა გვერდი აუვაროთ ტექნიკური დავალებების დაწერას რა. ეგ ძალიან ერთი რო წეგან რაც ვილაპარაკე ჯირაში, მან უფრო მეტად agile-ური, სადაც უფრო პატარა ორკვირიანი იტერაციის კონტექსტში შეიძლება მჭირდებოდეს, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მე რაღაცა ძალიან დიდი იგივე HR პროგრამის დანერგვა მინდა, მან თუ ხა იტერაციულობით არ მიდიხარ, არ ვიცი, პირობით შენ როგორც ერთ-ერთ ვენდორს გააქვს ეს სისტემა და მე უნდა მოვიდე და შენგან ვიყიდო რაღაცა და ეს სპეციფიკაციები უნდა გითხრა რა მინდა. ხო და ეს რა მინდა და სადღეგრძელო არ გამომივიდეს ეს რა მინდა. მან ძალიან კარგად ვიყენებთ ხოლმე პროექტის მენეჯერები, რომ მოვისმენთ რა ჩვენი დამკვეთისგან რა ამოცანების გადაჭრისთვის ჭირდება ეს ყველაფერი და ჩვენ შეგვიძლია ძალიან კარგი, იდეალური ტექნიკური დავალება მოვით დავწეროთ. ამის საშუალებით, სადაც
ჩუკვე ჩვენზეა დამოკიდებული დეტალიზაციის და ტექნიკური მასშტაბის რა სიღრმეზე ჩავალთ. ან მაგალითად კონტექსტთან იგივე პრომპტში რო უთხრა რომ მაგალითად იმოქმედა როგორც აქვს დეველოპერმა და კონტექსტი შესაბამისად იქნება უფრო სერვისეული ტექნოლოგიური, მაგრამ იმოქმედა როგორც პროექტის მენეჯერმა იქნება უფრო შედარებით ზედაპირული. მაგრამ იმოქმედა როგორც IT პროექტის მენეჯერმა, ტექნოლოგიებში რაღაც ეგეთმა პროექტის მენეჯერმა შედარებით უფრო სიღრმისეული იქნება. ამიტომ კიდევ ერთხელ გააჩნია რისთვის მჭირდება ეს და ვისთან საკომუნიკაციოდ მჭირდება. მაგრამ აი ეს გვიმარტივებს აი არ ვიცი ვერ ვიტყოდ 3 წუთში იდეალური დოკუმენტი შეიძლება დაიწეროს, მაგრამ ისევე ჩვენს მსმენელს და მაყურებელს უნდა უთხრათ, რომ აუცილებლად უნდა წაიკითხო. იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით იგივე თან თუ ინგლისურად წერ ის ტერმინები რო არის ხოლმე ხო ძალიან ცნობილია რომ ეგრევე რო უყურებ რომ AI-ის დაწერილია. ჩემი შეიძლება გემოვნების ამბავია და ძალიან ვწდები მაგაში, მაგრამ ცოტა უკვე უხერხულია ხოლმე რა. უხერხულია. ხო, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი კი უნდა გამოიყენო, მაგრამ აი როიცი ახლა პოსტებში განსაკუთრებით ხშირად შეგხვდება შენს რომ აი ეს არ არის რაღაც თავგადასავალი, ეს არის რაღაცაოდ რეალობა, აი რაღაცნაირი ეგეთი wording-ი რო უყურებ რომ ეგრევე AI-ის დაწერილია. მან ცოტა მეტი ძალისხმევა და ეს ადამიანური კონტექსტის ჩადება. ანუ AI-ის დაწერილი როა, ეგ კი არ ტეხავს ასე. ზუსტად მაგას ვამბობ. ის ტეხავს რომ AI-მ თავისი საქმე გააკეთა და შენი საქმე არ გააკეთე. ანუ შენი ძალისხმევა, შენი ადამიანური human touch არ შეიტანე, ასე ვთქვათ, არ დაატყვე ადამიანური ძალისხმევა იმ დავალებას და აი წინა ეპიზოდებში თქვი რომ ეს არის აი სერიოზული გამოწვევა ჩვენთვის ადამიანებისთვის, რომ აი პირიქით უნდა ვეცადოთ რომ ის თუ აკეთებს დავალებას ჩვენ ორი იმდენი ჩავდოთ და აი ხო სასწაული გამოვა. ის დავალება გამოდის აი როცა ადამიანური ძალისხმევა და ზემოდან ემატება, უბრალოდ როცა ხელოვნური ინტელექტის ძალისხმევა და ზემოდან ემატება ადამიანური ძალისხმევა გამოდის აი უკარგესი შედეგი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. კი როგორც თქვენ სული აქ რა. ხო და მე სხვა ადამიანები ფიქრობენ რომ ხო სამართლიანთაც აღიქოვენ. კი, აი გასაბრაზებელიც არის და ცოტა ისეთი თემაც არის რომ ანუ დააწერინ ხელოვნური ინტელექტს და იმ და 1 წუთი არ დახარჯე რომ რაღაცა ელემენტარული ჩაგედო და მოიტანე პირდაპირ, ხო, ესეთი დავალება შესრულებული. და ნუ ეს სერიოზული არ არის და ძალიან არ სერიოზული. საქმეშიც განსაკუთრებით ეგ რომ მაშინ ძალიან ვალიდურია. ანუ ხო იყო ეს ჰაიპი რომ რაღაცა ჩაგვანაცვლებს, ხო? ანუ იყო პროექტების მენეჯმენტის ერთი პერიოდი ჰაიპი რომ ჩვენ საჭირონი აღარ ვქთ, მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ პროექტების მენეჯმენტი რეალურად ადამიანებთან ურთიერთობა არის და არა დოკუმენტების წერა, მართლა ეგრეა. და რაც უფრო მეტად გვაქვს გააზრებული, მით უფრო კაი პროექტის მენეჯერები ვართ, ჩემი სუბიექტური აღკვით. მანდ ეგ არის რომ იგივე ეს არტეფაქტები, რაზეც ვლაპარაკობთ ამ დოკუმენტებზე, ხო? ანუ კი შეიძლება გავაკეთებინო წუთ ნახევარში, მაგრამ იქ თუ რაღაც ჩვენი ორგანიზაციის კონტექსტი არ წერია, კულტურის კონტექსტი არ წერია და ესე შემდეგ ну არასერიოზულია, მართლა არასერიოზულია, მაშინ შენ რო გიხდი რაღაცა X ლარს ხო არ ჯობია რომ $20 გადავიხადო და ძალიან კარგი ასისტენტი გავაკეთო. ან აგენტი გავაკეთოთ, რომელიც ავტომატურად ხო რაღაც შეჭirdება მაშინ ადამიანი. ანუ ადამიანი თვითონვე უკეთებს თავის საქმეს, მაგას ხელოვნური ინტელექტი საერთოდ არ ცდილობს რომ რაღაცა ადამიანური ფაქტორი გამორიცხოს. ადამიანი თვითონვე რიცხავს, ანუ კოპირებით და პეისტით, ასე ვთქვათ, თავის თავს თვითონვე უკეთებს მაგას თორე რატომაც არა, ანუ ხელოვნური ინტელექტმა შეექმნა რაღაცა, ადამიანმა ჩადო თავისი ძალისხმევა და გამოდის ძალიან მაგარი დავალება. სად არის? ანუ ორივეს საჭიროება აბსოლუტურად ხელოვნური ინტელექტისაც და ადამიანისთვის. კი, აი მეგობრებთან ერთად მაგალითად ეხლა ხანს ვამუშავებთ ერთ პროდუქტს რა, მე ვილაპარაკოთ მაგაზე, იმედია ვილაპარაკოთ მე მაგაზე, მაგრამ ზუსტად ეგ იყო რომ ChatGPT-ის საშუალებით გავაკეთეთ ეგრეთ წოდებული deep research-ი რა. აი ძალიან ესეთი სიღრმისეული გლობალური კვლევები, რაღაცები წამოიღო, მაგრამ ნუ ძალიან დიდი დოკუმენტი რაღაც 100 რაღაც გვერდი იყო. ანუ არც ერთს არ მოხსვლია თავში აზრად, რომ ეს პროსტა ეგრევე ჩვენი ინვესტორებისთვის გაგვეგზავნა. ანუ დავსხედით და აი რა ვიცი, სათითაოდ, ანუ სხვანაირად არ გამოდის, იმიტომ რომ ძალიან ზედაპირული შეიძლება იყოს და ეგ არ გჭირდება შენ, არც ბევრი ინფო გჭირდება და არც ზედაპირულობა გჭირდება. ამიტომ ეს ადამიანის რაღაცა ეს გადახედვა ყველგან ჩვენთან ყოველ შემთხვევაში ჩვენ ინდუსტრიაში ხსვებს რო არ შევეხოთ, როგორც ნომერ პირველი ამბავია რა. იგივე ხა ჯირაში რო რაღაცებს წაწერნებ, ანუ უნდა გადახედო. ნაირად რომ რაღაცა საღი და ჯანსაღი იყოს ეს დავალება. ხო, უბრალოდ დროს გიმარტივებს, გიზოგავს აი სასწაულად ხელმისაწვდომს ხდის ტექნოლოგიებს, მათ შორის ბიზნესის ხალხისთვისაც, მაგრამ ეგ კრიტიკულია რა უნდა გადახედო. ამიტომ დროს გიზოგავს უბრალოდ შენი რესურსიც
უნდა ჩადოეხა მაგ ამბავში. ალექს, ჩვენი ეპიზოდის რესურსიც ნელ-ნელა იწურება. ოკეი, იმიტომ რომ მიუახლოვდით, ასე ვთქვათ, დასასრულს ამოიწურა დრო გაფრინდა უცებ. ხო, რაღაცა უცებ. ვერ დავეწიე ვერაფრით. მინდა რომ ორი შენ გაქვს რაღაცა მოსაზრებები, ასევე სწავლებასთან დაკავშირებით. მინდა რომ ორი სიტყვით მაგასაც შევეხოთ, განვიხილოთ, უცებ გადავუაროთ მაგ თემასაც და დღევანდელი ეპიზოდი დავასრულოთ. დიდი სიამოვნების განვაგრძობდი, რომ იყოს საშუალება, თუმცა არ გამოვა კიდე ბევრ თემაზე ვისაუბრებდი შენთან, მაგრამ ოკეი, კი, მოგეთ ხო რაღაცა შეჯამებისკენ რომ წავიდეთ, ეს თემა მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ იგი განათლების მოდელია, ვიღოთ მთლიანად, ხო, იმიტომ რომ ჩვენი ერთ-ერთი ბიზნესიც განათლების ნაწილია. მან სულ ამბობთ, აი ეხლა ალბათ ბოლო 6 თვეა მაგაზე ძალიან აქტიურად ვაკეთებ და უკვე ვითვალისწინებთ მაგ რაღაცებს საქმეშიც, რომ ვასწავლით რა, როგორ გავაკეთო რაღაცა, მაგალითად ავიც, როგორ გავაკეთო რისკების მენეჯმენტი. ეგ უკვე აღარ კმარა, პროექტის მენეჯმენტს რო ასწავლი და ნებისმიერი საქმე, სულ ერთი აი დეველოპმენტი, ნებისმიერი საქმე. მაგას რო ასწავლი, ეგ აღარ კმარა. ანუ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ამ სილაბუსებში უბრალოდ გარდაუვალი ამბავია, ხო? იმიტომ რომ ერთია რომ ასწავლი როგორ გააკეთოს, მაგრამ წარმოიდგინე რომ ვიღაც ტიპი ზის და სწავლობს AI საშუალებით ეგ როგორ გააკეთეს. ანუ შენ რო დაამთავრებ ამ ყველაფერს, ვიღაცა ტიპი გვერდზე ოთახში არ ვიცი, უკვე მოცემულობაში სტარტშივე შენზე სწრაფია. ორ-ერთსადმე მდგომარეობაში მყოფი. ამიტომ ხელოვნური ინტელექტის როგორ გამოვიყენო ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ინსტრუმენტები, ყველაფერი რაც ვილაპარაკეთ ფაქტობრივად, ეგ სილაბუსებში ჩასადები ამბავია, მიმართავ რა ვიცი ყველა კოლეგას და ესე შემდეგ, ანუ კრიტიკულია. სხვანაირად უბრალოდ ჩამორჩები, მართლა აი აზრი არ აქვს, რომ უბრალოდ რაღაცა ასწავლო და მორჩა. აი თეორიულად რო აი სისწავლა მანქანის ტარება დაახლოებით მაგას გავს რა, ამიტომ უნდა გადაებას რაღაცნაირად და უნდა შეუძლებელია თორნიკე, რა, უბრალოდ აღარ გამოდის დამთავრებული ამბავია, რომ უბრალოდ ასწავლო როგორ კეთდება და არ ასწავლო, არ მიაბა, რომ აი ხელოვნური ინტელექტით როგორ უნდა გამოიყენო ეს ყველაფერი, ეგ არის, ან მე მიხარია ხოლმე, როცა მიება ყველა მიმართულებას, არასდროს ვეღარ საუბრობდით, ისევ ეგთემაა, რომ მიება რაღაცნაირად გადაიჯაჭვა ყველა მიმართულებას აბსოლუტურად. ყველა მიმართულებას და რაღაცნაირად უკვე რთულია რომ განცალკევება გააკეთო და ეს თანადროული პროცესი უნდა იყოს. ხო, აი ერთი კომენტარიც, რომ როცა ვამბობთ რომ მოდი უნდა დავაინტეგრიროთ, ეგ ბუნებრივად გულისხმობს იმ საბაზისო რაღაც ცოდნების დამატებას. Prompt engineering-ი მაგალითად როგორ უწერო კარგი პრომპტი, ანუ მაგასაც ბუნებრივად ასწავლი, ხო? ამიტომ ეგ სილაბუსების ესეთი ანწილია რა. კარგი. მომავალში კიდე ერთ-ერთ ეპიზოდში ძალიან საფუძვლიანად მიმოვიხილავთ ძალიან ბევრ სიამოვნებით, კი, ძალიან კაია. კიდე რაღაცები შეიძლება, ასე ვთქვათ და ძალიან საინტერესო იყო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, ძალიან კაი ინიციატივა. და იმედია საინტერესო ეპიზოდი ჩემთვის ძალიან საინტერესო ეპიზოდი იყო და დარწმუნებული ვარ შენთვისაც და იმედია მაყურებლისთვისაც იმედია რომ სარგებელს მიიღებენ და რაღაცა სხვანაირად დაფიქრდნენ სხვანაირად შეხედავენ რაღაცა სხვა კუთხით ასე ვთქვათ შეხედავენ მინდა დავუმშვიდობო ჩემს მაყურებელსაც კიდევ ერთხელ მივმართო დიდი თხოვნით რომ თუ შეიძლება რომ გამოგვიწერეთ, იმიტომ რომ ძალიან გვაძლიერებს და ძალიან დიდ мотивაციას გვძენს რომ გავაგრძელოთ ეს საქმიანობა, ძალიან ბევრი იდეა გვაქვს, ძალიან ბევრი სურვილი სტუმარი ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი თემა, რის ჩაღრმავებაც გვინდა და რის მიმოხილვაც გვინდა და ველი თქვენგან უკავშირს ყველანაირი ფორმით, ყველანაირი არხზე და ყველანაირი სახით. შევხვდებით მომავალ კვირას დაგემშვიდობებით.